მოგესალმებით, მე ვარ ფსიქოლოგი მაია ცირამუა და ორი წიგნის ავტორიც. დავიწყებ ნორა იქსტენას წიგნით დედის რძე. ეს არის ძალიან საინტერესო ტექსტი დედისა და შვილის ურთიერთობაზე. დედა, რომელიც არის ტრავმირებული, სამშობიაროში ტოვებს თავის შვილს და არ აწოვებს მას ძუძუს. რამე თუ ის თვლის, რომ ის იმდენად მოშხამულია, მოწამლულია მისი რძე, რომ ამით ის დააზიანებს საკუთარ შვილს და თითქოს და რაღაცნაირად დედობრივ ინსტინქტზე უარს ამბობს. და მეორე პასაჟი და ძალიან საინტერესო არის ეს ვირტუალური ძუძუ, ეს ესე ვთქვათ ტოტალიტარული ქვეყნის მიერ დაპყრობილი ქვეყანა, რომელიც იდეოლოგიურად რძით კვებავს სკოლის მოსწავლეებს და ერთ-ერთი ასეთი მოსწავლე არის სწორედ ქალიშვილი, რომელიც ამ რძეზე უარს ამბობს და ისიც მოდის წინააღმდეგობაში სისტემასთან. ძალიან საინტერესოდ იწყება თვითონ ეს წიგნი და აი დედამ სიგარეტს მოუკიდა, ჩვენ ერთხანს კიდევ ვისხედით ბებია საფლავთან, მაგრამ რატომ შეჭამა მან თავისი შვილი? ვკითხე მე. უთუოდ უნდოდა გალიისგან დაეხსნა, თქვა დედამ და მაგრად ჩამეხუტა. აქ არის საუბარი ზაზუნაზე, რომელიც საკუთარ შვილებს შეჭამს, იმიტომ რომ ვერ გაიმეტებს მათ გალიაში ცხოვრებისთვის. ეს არის სიმბოლოებით დატვირთული ძალიან საინტერესო წიგნი საბჭოთა ეპოქაზე და მეორე ასევე ამ ეპოქას შეეხება ელზა გურგენიძის ზაუდი. ეს წიგნი ყველაზე უფრო მეტად შემეხო, იმიტომ რომ ელზა წერს იმ უბანზე, იმ ქალაქზე, სადაც მე გავიზარდე და ფაქტობრივად აი ამ ამბების შემსწრევა, რასაც ამ წიგნში არის საუბარი, ძალიან მძიმე ისტორია აქაც მოთხრობილი, აქაც ასე ვთქვათ ბავშვია, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, მოზარდები, სკოლა, უბანი და აი საბჭოთა შხამი, რომელიც ფაქტობრივად თანაბრად ეხება ყველა პერსონაჟს. მეც არ მოყვები, იმიტომ რომ გონია რომ რაღაც უნდა დავუტოვოთ მკითხველს. შემდეგი წიგნი ეს გახლავთ აირის მერდოკის სხვა. ეს ეხება ასაკოვან რეჟისორს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ თავიდან თითქოს და რაღაც სიმპათიას იწვევს, შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ მაშინ, როდესაც ის ხვდება თავისი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან პერსონაჟს, როგორც თუნ ამბობს, თავის პირველ სიყვარულს, ჩვენ ვხედავთ, როგორ რადიკალურად იცვლება რომანის ტემპიც, შეიძლება ითქვას ლექსიკაც კი და ფსიქოლოგიურ თრილერში გადადის ამბავი. ეს წიგნი არის გარკვეულწილად გაფრთხილება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ზოგჯერ სიყვარული იყოს ობსესია, აკვიატება და როგორ შეიძლება ასე ვთქვათ ის ძალადობის აქტად გადაიქცეს. და მეორეს მხრივ არის გაფრთხილება იმაზეც, რომ რაღაცნაირად თითქოს და სათნოების ჭრდილში, სათნოებაში გახვეული ეგო როგორ შეიძლება იყოს დაუნდობელი. ფაქტობრივად გმირი, რომელიც ცდილობს, რომ გახდეს კარგი ადამიანი, არ ვიცი, მკითხველმა გადაწყვიტოს, როგორ დაასრულებს ის თავის ამბავს. შემდეგი წიგნი, რომელზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის ეს უკვე არ არის მხატვრული ლიტერატურა, ეს გახლავთ კლინიცისტის, ფსიქოლოგის, დოქტორ ტარა პორტერის წიგნი. აქ არის ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხი. მაგალითად, რა ხდება მეგობრობის სამკუთხედში, როდესაც და რაც ძალიან გავრცელებულია ხოლმე მოზარდებში, როდესაც ისინი აი ამ სამკუთხედში
გარკვეულწილად ძალიან ხშირად მსხვერპლის როლში აღმოჩნდებიან ხოლმე, გარიყულები აღმოჩნდებიან ხოლმე, რატომ ხდება ასე. არის ძალიან საინტერესოდ კვებით აშლილობებზე, რაც ძალიან გავრცელებულია, ასევე ვირტუალურ სამყაროში, ესე ვთქვათ, ხაფანგში, ვირტუალური სამყაროს ხაფანგში გახვეულ ბავშვებზე. ამ წიგნში არის არა მარტო ის თუ რა გვჭირს, არამედ როგორ შეგვიძლია რომ ესე ვთქვათ, შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება. ისე რომ ყველა მოზარდ გოგონას, მათ მშობლებს და ბიჭებსაც ურჩევდი აი ამ წიგნის წაკითხვას. და ბოლო წიგნი, რომელზეც მინდა რომ ვისაუბრო, რაც ვთვლი რომ არის ჩემი ცხოვრების ყველაზე საყვარელი წიგნი, ეს გახლავთ. დიახ, ეს არის, შეიძლება ითქვას, ჩემი ცხოვრების წიგნი. მეხუთე კლასში ვიყავი, როდესაც ჩემმა მასწავლებელმა მაჩუქა ბერტოლტ ბრეხტის სეჩუანელი კეთილი ადამიანი და დამიტოვა წარწერა, რომ მე ესე იგი დაგილოცავ შენ ცხოვრებას და მოხუცი სანტიაგოს სიტყვები წამიწერა, რომ ადამიანი შეიძლება მოსპო, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელია. ფაქტობრივად ორი წიგნი მაჩუქა მაშინ. რა თქმა უნდა, ძალიან მალევე წავიკითხე და პერიოდულად ხშირად ვკითხულობ ხოლმე. ეს წიგნი ჩემთვის არის რაღაცნაირად შინაგანი ძალა, აი მეტაფორულად რო ვთქვათ, როდესაც 84 დღე გადიხარ ზღვაში და ვერც ერთევს ვერ დაიჭერ, როდესაც შენი, ასე ვთქვათ, საქმე, შენი რაობა, შენი საზრისი ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, აი რა უნდა გააკეთო შემდეგ, როგორ უნდა როგორ შეიძლება რომ აქედან გამოხვიდე. მეც აღარ ვიტყვი ამ წიგნზე. საინტერესოა ეს წიგნი იმითაც, რომ არის არაჩვეულებრივი თარგმანი. მე ორ სხვა თარგმანს ვიცნობ, მაგრამ ეს თარგმანი არის ჩემი ფავორიტი. ლელა ფიროსმანიშვილმა თარგმნა, სულ ახლახან გამოიცა. ყველას ვურჩევდი, ალბათ ეს არის საუკეთესო ქართული თარგმანი, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა.